ბოლო წლები აქტიურად ვარ ჩართული ითვინინგის პლატფორმაზე, მონაწილეობას ვიღებთ არაერთ პროექტში და ჩემთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო პროცესი, იმიტომ რომ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, რომელშიც კი მიმიღია მონაწილეობა, რადგან აქ ყოველ ეტაპზე ხვდები, რომ ვითარდები პროფესიულად და ეს ეტყობა შენს სასწავლო პრაქტიკასაც, შენს მოსწავლეებს, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, რომ განახორციელონ საინტერესო პროექტები, აქტივობები და შედარებით რთული საკითხები უფრო სახალისო, საინტერესო აქტივობებით დაძლიონ. ითვინინგი არის საუკეთესო პლატფორმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის, რადგან ამ პროცესში მასწავლებელი ეუფლება უამრავ მიდგომას, აქტივობას, სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ შორის ციფრულ ინსტრუმენტებს, რომელსაც აქტიურად იყენებს სასწავლო პროცესში. პროგრამა ითვინინგის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ პროექტს STEM მოგზაურები და დღეს ამ პროექტის ფარგლებში გვაქვს ერთი რიგითი აქტივობა, ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ჩავატაროთ ვაშლის 5 ჯიშზე დაკვირვებით, ბავშვები დააგემოვნებენ, გამოიკვლევენ ამ ვაშლის თვისებებს, ფერსუნს, გემოს და ასე შემდეგ ცხრილში განათავსებენ მიღებულ ინფორმაციას და ბოლოს არჩევანს გააკეთებენ ერთ-ერთ მათგანზე. მოკლედ, დღეს ამ 5 ვაშლიდან ერთი ფავორიტი ვაშლი უნდა დავასახელოთ. პროექტებში მონაწილეობა უამრავ სარგებელს აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ენობრივი უნარების განვითარება, ციფრული კომპეტენციების გაძლიერება, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ისინი იღებენ ახალ გამოცდილებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული უნარების განვითარებისათვის. ჩვენი სკოლის 23 ითვინენ მასწავლებლის საერთაშორისო პროექტებში წარმატებული მონაწილეობა და მაღალი ხარისხით შესრულებული საქმიანობა საფუძვლად დაედო იმას, რომ სკოლა მიწვეული იქნა Erasmus+ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მცირე მობილობის პროექტებში. ეს არის ჩვენი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაღალი აღიარება.
წლების მანძილზე მე უამრავი აქტივობა და საგანმანათლებლო ღონისძიება განვახორციელე, მაგრამ ითვინინგმა გაგვიხსნა ახალი ხედვა, სტრატეგიული და გლობალური პერსპექტივა. ჩვენ პროექტის ყველა აქტივობა ჯერ ვაკეთებთ ქართულად, შემდეგ ვთარგმნით ინგლისურად პლატფორმისმის, ხოლო ასევე ივითარებენ ჩვენი მოსწავლეები ციფრულ კომპეტენციებს. მე ვარ ჯავახეთიდან, ეთნიკურად სომეხი. მადლიერი ვარ ჩემი ქართული ენის მასწავლებლის წყალობით, რომ შევძელი ითვინინგის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. ეს გამოცდილება ჩემთვის უბრალო სასკოლო აქტივობა არ ყოფილა. ეს იყო გზა პიროვნული და ინტელექტუალური ზრდისკენ. ითვინინგმა გვასწავლა, რომ ცოდნა მრავალფეროვანია. ჩვენ დავეუფლეთ არა მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებს, არამედ ციფრულ კომპეტენციებსაც. შევქმნით ანიმაციები, თამაშები და პრეზენტაციები ვებ პლატფორმებზე. ეს ჩემთვის იყო სრულიად ახალი, დინამიკური და საინტერესო პროცესი. ჩვენი ევროპული გზა დაიწყო მულტიეთნიკური პროექტით კულტურათა მრავალფეროვნება მეგობრობის ხიდები, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიპოვა. ამ პროექტმა ჩემ მოსწავლეებს დაანახათ, რომ ისინი მრავალფეროვნება არ არის განცალკავებული, მრავალფეროვნება არის ძალა და რესურსი. ამიტომ ისინი ამ პროექტმა გააცილა თავიანთ სოფელს და სხვა სივრცეში უფრო აქტიურები, მობილიზებულები და ასევე წარმატებულები გახდნენ. ვცდილობთ ჩვენი პროექტებით მოსწავლეებმა თავიანთი თავი იპოვონ სამყაროში. წალენჯიხის ნომერ მეორე საჯარო სკოლა ორგზის გახდა ითვინინგის ტიტულოვანი სკოლა და წარმატებული თანამშრომლობისთვის დავჯილდოვდი მასწავლებლის სახლის მიერ. ითვინინგის პროგრამა გარდა იმისა, რომ პროფესიულად განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩემთვის, ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა, მეგობარი კოლეგა როგორც საქართველოდან, ასევე ევროპული სკოლების პარტნიორი ქვეყნებიდან. ჩვენი კლასი უკვე 10 წელია ჩართულია ითვინინგის პროექტში და ეს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ ვიმუშაოთ გუნდურად, როგორ შევქმნათ იდეები და როგორ მოვახდინოთ მათი რეალიზება. ყველაზე საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენ მეგობრობთ ევროპელ თანატოლებთან და ვუზიარებთ ჩვენ ერთმანეთს ჩვენ სასკოლო ცხოვრებასა და კულტურას. ითვინინგი კი ჩვენთვის ის ადგილია, სადაც სწავლა უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ინსპირაციული ხდება. ითვინინგის არის ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. მაქვს ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან, ვუზიარებ მათ ჩემს გამოცდილებას, მათგანაც ვღებულობ საინტერესო იდეებს პროექტების გარშემო და თანამედროვე სწავლების მეთოდების შესახებაც. რაც შეეხება ჩემს მოსწავლეებს, ისინი აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში, სწავლობენ საინტერესო ვებ ინსტრუმენტებს, რომლებსაც იყენებენ როგორც პროექტის განმავლობაში, ასევე სასკოლო სივრცეში.
პროექტის ფარგლებში ჩვენ ვისწავლეთ, რომ საუკეთესო შედეგისთვის მნიშვნელოვანი არის გუნდურობა, ერთმანეთის აზრის პატივისცემა და რაც მთავარია ლიდერობის უნარები. ამჟამად მუშაობთ პროექტზე, რომელსაც ჰქვია Spread Happiness, ანუ გაავრცელო ბედნიერება და ამ პროექტმა გვასწავლა თავის მხრივის, რომ ბედნიერება შეიძლება ასოცირდებოდეს მცირე რამესთანაც კი და ასევე ის, რომ ბედნიერება არის გადამდები. როდესაც საუბრობთ STEM მიმართულებაზე, აქ აუცილებელია ვისაუბროთ მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. E-twinning-ი კი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი მოსწავლეები თავიანთი ცოდნით რეალურ საერთაშორისო გარემოში გამოვიყვანოთ. წარმოიდგინეთ, როდესაც მე-9 კლასელი მოსწავლე ფიზიკის კანონს არა მხოლოდ სახელმძღვანელოში კითხულობს, არამედ იყენებს მას საკუთარი მაკეტის დასაპროექტებლად. იტალიელ, პოლონელ თანატოლებთან ერთად და ამას ემატება ისიც, რომ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ვირტუალურად ესწრონ მათ ლაბორატორიებს. E-twinning-მა მომცა საშუალება ეს პროექტები განვახორციელებინა. ეს არის ლამპიონის პროექტი, რომლის მიზანია ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარება. მისი მუშაობის პრინციპი არის შემდეგი, როდესაც დღე არის და არ არის საჭიროება იმის, რომ მოვიხმაროთ სინათლე, მაშინ ქრება, როდესაც უკვე მოსაღამავდება, რამდენიმე ნათურა ინთება. ხოლო როდესაც უკვე ღამიან და ნათურების საჭიროება გვაქვს, მაშინ ინთება. ახლა ფოტორეჟისორი აფიქსირებს, რომ არის დღე და არ არის იმის საჭიროება, რომ ნათურები იყოს ანთებული. ახლა უკვე მოსაღამოებულია და არის საჭიროება რამდენიმე ნათურის ანთების. ახლა მისთვის ღამეა და ყველა ნათურა ანთებული. პირველი რომელთაც დავიწყეთ, ეს იყო შუქნიშნის პროექტი, რომელმაც რეალურად გადაჭრა არსებული პრობლემა, არ იყო აქვეითა გადასასვლელი, კონკრეტულად ერთ-ერთ შუქნიშანზე ჩვენს პროექტში ჩავსვით, გავაუმჯობესეთ, გავამრავალფეროვნეთ. ამ პროექტმა მოგვიტანა წარმატება, შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი სკოლის ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც პირველად E-twinning-ში ჩავთეთ, ეს იყო მწვანე სახურავი, რომელიც ითვალისწინებდა ნაწვიმარი წყლის შეგროვებას და შემდეგ უკვე მცენარის მორწყვას, რომელიც ასევე სახურავზე უნდა ყოფილიყო განთავსებული. E-twinning მომცა საშუალება მიმიღო მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში. მე ნახა ჩემი თანატოლების ნამუშევრები და გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა ერთმანეთისთვის. ახლა კი დაგათვალიერებინებთ ჩვენი ინოვაციური მომავლის სკოლის მაკეტს. როდესაც ვიღებთ პირველ ბარათს, დავათავსებთ წამკითხველზე, ხედავთ წარწერას Access Denied, ანუ წტომა უარყოფილია. ეს არასასრულო სტუმარს სკოლის ტერიტორიაზე არ უშვებს. ხოლო როდესაც მეორე ბარათს ვიღებთ, დავათავსებთ წამკითხველზე, კარი იღება. ეს კი არის solar tracker-ი, მზის პანელი, რომელიც მოძრაობს მზის სხივების მიმართულებით. ის გვეხმარება მოვიმარაგოთ ელექტროენერგია.